იავნანით და გიძინებია ჩვილი. სპორტული ვიყავი, ცურვაზეც დავდიოდი, ოღონდ აბონემენტით. სამთო სათხილამურო, კალათბურთს თამაშობდი, მაგედის შორტბურთს თამაშობდი. ჩვენთვის, აი ბიჭებისთვის, მამა ჩემი იყო, რა გითხრათ ახლა. იოჰან კრუიფის გულშემატკივარი ისე ვიყავი, რომ ფეხბურთი არ მქონდა. მამიდან გამოვიდა. ხო, იმიტომ რომ იმისგან რომ ესმოდა რომ ეს არის, აი ვაფანატებდი და. ესე იგი, მამა ჩემი ერთხელ მახსოვს, რასაც ქვია აი შედარებით მდგომარეობიდან გამოსული, როდესაც აი მე და ჩემი ძმა სად გავვრბოდით, არ ვიცოდით. და რატო იცით? რაღაცა ბუნებრივად მქონდა მისი რიდი ყოველთვის, ისე რომ აი თვითონ არ უცდია რაღაცა რომ აი აქ მე ვარ და კაცი და აბა ეხლა აი ბუნებრივად მქონდა ძალიან დიდი სიყვარულის და განძრევინე ტვინი არ იმეცადინა ყველაფერი ფულით გავუკეთე ჩაუწყე დიპლომი ის ჩაუწყე ეს ჩაუწყე და მე როგორც და იმასთან მე ვიღაცა უნდა მივიდეს და იმკურნალოს თქვა თუ ექიმი ბატონზას არ გამიბრადეს მაგრამ უნდა გითხოთ რა ამხელადაც მოგიკლა იცაფეში რომ შეხვალ ხო შეხედავ სუფრაზე ხალხის ხედა და ყველა თავის ტელეფონში ახალი დაწყებული გოს პრინციპში მე დავდოს ეს მამების დრო და გვინდა რაღაცნაირად მამაშულობაზე ვისაუბროთ სამაგალითო ხალხთან ერთად ვილაპარაკოთ ამაზე და ვიღაცას მოეწონოს და გადაიღოს ის მეთოდები რაც გამოცდილია და როგორც ესე გულზე დავიწვენდი და ვათამაშებდი რაღაცებს უმღეროდი იცით რა რაც უფრო ინტენსიურად უმღერი ვატყობ რომ უფრო კარგი ფორმა. ესე იგი, ვერ წარმომედგინა, რომ სხვა ადამიანი გემრიელ საჭმელს ჭამს და შენ სიამოვნებს. აი შვილის გარდა სხვისი ჭამი შენ როგორ უნდა მიიღო სიამოვნება, ხო, მაგრამ აი შვილი რო ჭამს გემრიელად და აი რა კმაყოფილი და ბედნიერი უყურებ, რომ კარგად ჭამა შვილმა, ხო?